როგორ უნდა მივაწვდინოთ ბავშვის სწორად მკერდს? სწორი დაჭერა ნიშნავს, რომ დაჭერის ზონა უნდა იყოს სოსკიდან 2 სანტიმეტრი. სოსკის საფუძვლიდან ბავშვმა უნდა დაიჭიროს 2 სანტიმეტრი. აი აქ უნდა იყოს მისი თუთში. ამ შემთხვევაში თვითონ სოსკი გადადის ენის ცილის ნაწილზე და ბავშვი მას არ იჭერს. ამიტომ ბრტყელი, პატარა და ჩაძირული სოსკებითაც შესაძლებელია კვება. ბავშვის ნებისმიერი პოზიციიდან ისევ აწვდენთ, რომ ცხვირი იყოს სოსკის დონეზე. რისთვის? იმისთვის, რომ თავი ოდნავ უკან გადაიციოს და ავტომატურად გაეხსნას პირი. თუ ეს არ შველის, მაშინ ზედა ტურჯზე ვატარებთ სოსკს. პირი ავტომატურად ოდნავ იღება და ჩვენ ვაცდენთ ბავშვს მკერდზე. გთხოვთ მიაქციეთ ყურადღება, რომ ბავშვს ასე ვიჭერ. ბავშვი ნელა წოვს, პაუზებით წოვს. ეს აბსოლუტურად ნორმალურია. თუ წოვის დროს მოულოდნელად ტკივილი იგრძენით, ნუ გამოიღებთ მკერდს ასე. ხორციელად შეკავით თითი, გაშრილეთ კბა, მოაშორეთ ვაკუუმი და ისევ მიამაგრეთ ბავშვი მკერდზე. ბავშვის სწორი წოვის სწავლება შესაძლებელია მხოლოდ ერთი გზით, მისცეთ და დაუშვათ მხოლოდ სწორად წოვა. თუ ხან სწორად აძლევთ, ხან არასწორად, ბავშვი აირჩევს უფრო მარტივ გზას.